საღამოშვიდობისა ეთერშია დღის კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც ეხება ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობის დროს დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების ამნისტიას. ამ თემაზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მანამდე კი ორ დღეში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა უქმდება. 16 ნოემბრის შემდეგ მოიხსნება ყველა ის შეზღუდვა, რაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტში დამტკიცებული პრეზიდენტის დეკრეტით იყო გათვალისწინებული. საქართველოში მიმდინარე პროცესები და შეფასებები. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა. საღამოშვიდობის ბატონო ბრაიზა, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო თქვენი ვიზიტის ფარგლებში და მობრძანდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიზნით. ბატონ ბრაიზა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება და იწყება უკვე არჩევნებისთვის, პრეზიდენტის რიგარეში არჩევნებისთვის სამზადისი. რა რეკომენდაციებს თავაზობთ თქვენ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს? First, I would like to express our not thanks, but our მადლობელი კი არა შეიძლება ძალიან მოხარული ვარ რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა გაეუქმებინა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის შემოღება ეს არის სიმბოლური ნაბიჯი. მაგალითად ამერიკაში და ევროპაში შეიძლება სხვა ინტერპრეტაცია მისცეს ამას, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იყო გაუქმებულიყო ეს მდგომარეობა, საგანგებო მდგომარეობა და ეს რა თქმა უნდა განხორციელდება. ეს წინვალე ნაბიჯი გახლავთ. მეორე ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია რომ ყველა პროგრამა ყველა მაუწყებელი ადგეს, ყველას ჰქონდეს საშუალება, ესე ვთქვათ, ესეთი ბრწყინვალე გადაცემები იხილონ და მათ ჰქონდეთ სრული სურათი ყველა პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა ესე ვთქვათ აზრისა და ჩვენ მუშაობთ ასევე ძალიან აქტიურად ოპოზიციასთან, მთავრობასთან, რომ დავრწმუნდეთ, რომ სხვა სატელევიზიო სადგურები ეს იქნება იმედი თუ კავკასია დაუბრუნდნენ ეთერს. ეს ამას ხოთ თავრობას და ოპოზიციის თვალსაზრისით ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ ყველა ოპოზიციურ ლიდერებს კონსტრუქციული პოზიცია დაიკავონ, რომ ეძებონ გზები, რომ გაუმჯობესდეს საქართველოში არსებული დემოკრატიული სისტემა კონსტიტუციის ფარგლებში. გაუქმდა ეს და როცა გორც კი გაუქმდება, ესე ვთქვათ დემონსტრაციები, ესე ვთქვათ თუ განხორციელდა, ესე ვთქვათ კანონის ფარგლებში იყოს. ეს ყველაფერი ეს არის დემოკრატიის ნაწილი და ორივე მხარეს მოუწოდებ 5 იანვრის არჩევნების შედეგების მიღებას. თქვენ ვიზიტის ფარგლებში ისიც აღნიშნეთ, რომ თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვეყანაში კვლავ გაგრძელდეს დემოკრატიული კურსი. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ერთგვარად შეაფერხა თუ არა ეს კურსი? ფიქრობ ძალიან ადრეა ესეთი შეფასებების გაკეთება, რამდენად შენელდა დემოკრატია თუ და დაჩქარდა თუ დარჩა ადგილზე, მაგრამ არჩევნები განსაზღვრავს დემოკრატიის ტემპს, განვითარების ტემპს ქვეყანაში და თუ მთავრობა და ოპოზიცია მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის 5 იანვრის და პლებისციტისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღზე, აი ესეთი გზით და თუ ყველას ექნება თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება და ამორჩევლებს სრული ინფორმაცია ექნებათ და ესე თუ სამართლიან თავისუფლად ჩატარდება ეს არჩევნები მე ვიტყვი რომ დემოკრატია გამყარდა საქართველოში და მთელი ეს ინციდენტების ეს თქვა რიგი ეს იქნება იმის მაჩვენებელი თუ რამდენად ღრმა არის ესე თქვა დემოკრატიული ფასეულობები, იმიტომ რომ ყველაფერი გამოსწორდა და თუ ეს ასე არ განხორციელდა რამდენიმე თვის შემდეგ შემიძლია თქვა უკვე რომ დემოკრატიის ტემპი შენელდა, მაგრამ ეხლა არ შეგვიძლია არაფერს თქვა. თქვენ საუბრობდით მედიაზეც, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს ტელეკომპანიების მაუწყებლობა. დასავლეთის ექსპერტების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში მედიაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვა κρიტიკა, სხვადასხვაგვარი შეფასებები. თქვენი შეფასებები როგორია იმ შეზღუდვებზე, რაც ამ მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა? From the perspective of the United States and ამერიკის თვალსაზრისით და ნატოს მოკავშირეების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის რომ თავისუფლება სიტყვის იყოს დაცული და საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი ნაწილი, ესე ვთქვათ, მის საერთო განხორციელების ნაწილი გახლავთ შეზღუდულიყო ტრანსლაცია, შეზღუდულიყო მაუწყებლობა
და რაც იმედს ეხება ეს დანახული იყო რომ იმედი ესე ვთქვათ უბიძგებდა ძალადობისკენ უიძგებდა თავრობის ძალადობრივი დამხობისაკენ ჩვენ ვათვისნობიერებთ იმ ფაქტს რატომ თავრობა იქნება თუ თავისუფალი მოქალაქეები რატომ უარყოფენ იმას რომ ვიღაცა მოუწოდებს ძალადობისკენ ამ თავრობის ძალადობრივად დამხობისაკენ და იმავე დროს ჩვენ კაცრად გვწამს რომ დემოკრატიის საფუძველი გახლავთ ის რომ ყველა სადგური მუშაობდეს ყველას კონდეს საშუალება გააკრიტიკონ კრიტიკა გაატარონ კრიტიკა და ის რომ თავრობის კრიტიკის ტრანსლაცია მოხდეს მაუწყებლობა მოხდეს ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ჟურნალისტები იცავენ ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს და ეს ქვეყნის თვის იქნება კარგი ეს დემოკრატიის განვითარების იქნება რა თქმა უნდა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გარეშე ამერიკაში ჩვენ გვწამს რომ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის საფუძველი მაგრამ ასევე ჩვენ გვწამს ის რომ არსებობს საზღვრები ამ თავისუფალი სიტყვის თუ აი ამან შეიძლება მოუტანოს ზიანი ინდივიდუუმებს ქვეყანას და ბალანსის გამონახვა გახლავთ ძალიან რთული და ძალიან კომპლექსური საკითხი და დემოკრატიაში ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიაში და განვითარებულ დემოკრატიაში როგორც საქართველოში როცა ხედავთ კაცრი ზომების გატარებას, როგორც არის ტელევიზიის დახურვა, ჩვენ წუხილს გამოვხატავთ. ჩვენ წუხილს გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული ღირებულებები, როგორც თავისუფალი სიტყვა არ არის ჯერ კიდევ გამჯდარი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ღრმად, ფესვები არაა გადმული და ყველა ის შეშფოთება. ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გაიქარწყლება როგორც კი დაუბრუნდება ეთერს რადიოსადგურები და ტელესადგურები და წარმატებით ჩატარდება არჩევნები. თქვენგან დღევანდელ შემაჯამებულ პრესკონფერენციაზე ერთგვარი რეკომენდაციის სახითაც იყო ესეთი განცხადება, რომ შეიქმნას მედია საბჭო. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ეს სტრუქტურა საქართველოში? შეიძლება საკმაოდ ეფექტური იყოს, თუმცა ზუსტად ახლა ვერ ვიცინას არ მეტყოლებთ ამას. შეთავაზება, რომელიც იყო ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული, რაღაც რომ შეიქმნას ორგანიზაცია ან დაინიშნოს ესე ვთქვათ პიროვნება, ან ეს ორგანიზაცია უნდა იყოს ძალიან მცირე, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშაოთ, რაღაც სტრუქტურა, რომელიც თავის აზრს გამოაქვეყნეს. ეს იქნება ეთიკასთან დაკავშირებით, მორალთან დაკავშირებით, იქნება პოლიტიკური სამართლებრივი მხოლოდ ეთიკასთან დაკავშირებული თვალსაზრისი იქნება გამოთქმული ამ ორგანიზაციის მიერ რომ რამდენად ესა თუ ის ტრანსლაცია იყო სამართლიანი ან ასე თუ ამა თუ იმ გზით შელახა პროფესიული სტანდარტები ჩვენ გვწამს რომ ეს შეიძლება გაკეთდეს თუ ჩვენ აღმოჩნდეთ ვინმე გამოჩენილ დაუმოკიდებელ პიროვნებას ეუშეთ ევროპელს მაგალითად რომელმაც გაიარა ესეთი დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი რომელსაც საქართველოს გადის ახლა მე მაგალითად ვისნობ ხალხს პოლონეთიდან ესე ვთქვათ რომელიც ჩემი საყვარელი ქვეყანაა, იმიტომ რომ წარმომავლობით ჩემი წინაპრები პოლონეთიდან არიან, ასევე საქართველოს ძალიან მიყვარს და იმიტომ რომ ისინი სერიოზული გამოცდილების ადამიანები არიან, ვინც აფუძნებდნენ გაზეთებს, ესე იგი თავისუფალ გარემოში, მაგრამ ისეთ გარემოში, სადაც არსებობდა სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობა და ბრძოლა. ჩვენ შეგვიძლია ვინმე ესეთი აღმოჩენს, შეიძლება იყოს პოლონეთიდან, ჩეხიიდან, შეიძლება სლოვაკეთის წარმომადგენელი გახდეთ, ბევრი ადგილიდან ევროპაში, რომელიც ჩამოვა საქართველოში, იმუშაობს საქართველოში, დააკვირდება იმას თუ რაც ხდება, რას ამბობს მასმედია და გააკეთებს თავის დასკვნებს, რამდენად ეს სამართლიანია თუ არა, მათ მიერ გამოთქმული აზრები. ჩვენ საუბრობდით იმ შეზღუდვებზე, რაც მოხდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებად. მოდით გავიხსენოთ ის მოვლენები, რასაც უკვე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოხდა. 7 ნოემბრის მიტინგები და 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული საფრთხეა ეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე და რამდენად ძლიერია რუსული გავლენა საქართველოში განვითარებულ პროცესებზე? მე წარმოდგენა არ მაქვს რამდენად რუსეთი ატარებს თავის ინტერესებს საქართველოში არა მაქვს არავითარი ხელი არ მიუწვდება სპეციალურ ინფორმაციაზე არ მინახია არ გავცნობიო ეს ინფორმაციას რაც ნამდვილად წამს გახლავთ ის რომ ის რაც მოხდა 2 ნოემბერს და 7 ნოემბერს ასახავს იმას ნიშნულოვანს, რაღაც ნიშნულოვან მოვლენას საქართველოსთვის. ქართველები
წარმომადგენელი ვინც იქ იყო წარმოადგენელი რაღაც რიგი ქართველებისა რაღაც რაოდენობა ქართველებისა იყვნენ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ დემონსტრაციას ატარებდნენ კონფრონტაცია დაიწყო არავინ ძნელია თქვა ვინ იყო ამის ინიციატორი გამოვიდა კონტროლიდან მოვლენები და საქართველოს მთავრობამ სადა აღედგინა წესრიგი ეს არ ხდება პირველად პოსტსაბჭოთა კავშირის ისტორიაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში ეს შეიძლება იყოს პირველად ესე ვთქვათ საქართველოში და ამან გაამყარო საქართველოს დემოკრატია იმიტომ რომ საქართველოს პროგრესი ნატოს-ში მიმავალ გზაზე შეიძლება გამყარდეს მხოლოდ იმის თვალსაზრისით თუ ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე მე შემიძლია თქვა ხაზი გაუსვა რომ ესე ვთქვათ არის ხალხი რომელსაც რუსეთში ესე ვთქვათ ამის მანიპულირების ეცდება ადამიანები ანუ მთავარია რომ საქართველოს თავისი ბედი საკუთარ ხელში აქვს ეცდება ვიღაც რაღაც ჯგუფი რუსეთში ესეთ კითხვა რო დავსე რა თქმა უნდა იქნება იქ ხალხი რუსეთში სპეც სამსახურები არსებიან რომლებიც გამოიყენებენ ამას ამისთვის ხელფასს უხდიან და მე ვარაუდობ რომ კარგად მუშაობენ ეს ხალხი მაგრამ რაც ხდება ფუნდამენტალური თვალსაზრისით არის საქართველოს მოვლენა ქართული მოვლენა და საქართველოს უნდა მონახოს გამოსავალი ამ მდგომარეობ და მე ვზნობ რომ საქართველოს საკეთებს საინტერესოა რა გამოსავალი უნდა ნახოს საქართველოს კიდევ ერთ შექმნილ მდგომარეობაში მე გულისხმობ კონფლიქტურ რეგიონს მოსკოვიდან ხშირად ისმის განცხადებები რომ კრემლი უნდა მოემზადოს დე-ფაქტო რესპუბლიკების აღიარებისათვის და საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით იქ რუსეთი აძლიერებს თავის ძალებს სამხედრო ძალებს როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში რა უნდა დაუპირისპიროს ამას საქართველოს ხელისუფლებამ I'm hesitant to offer advice to the ძალიან ძნელია სუვერენულ მთავრობას აძლიო და მისცე რაღაც რეკომენდაციები ჩვენ არა ვართ უფროსი ძმა ჩვენ ვართ დიდი მეგობარი საქართველოს თავარია საქართველოს იყოს თანამიმდევრული თავის რეაქციებში იმ შეშფოთებებში რაც შეეხება ის რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო დასწრებას აფხაზეთში საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა და სერიოზული ძალაც გააჩნია მე არ გულისხმობ სამხედრო ძლიერებას საქართველოსი ჩემი ქვეყანა რომელიც საკმაოდ გავლენიანი გახლავს სოფლიოში მას 100%-ის მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული საქართველოს ტერიტორიაზე თლიანობის მიმართება ჩვენ არ გადავდგავთ ნაბიჯს და უკან არ დავიხევთ იმისთვის რასაც ქვია იმაში რასაც ქვია მშვიდობიანი მოგვარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის იმაში რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიის თლიანობის აღდგენა ის რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დარჩება საქართველოს ტერიტორია ჩვენ უკან არ დავიხევთ არ შევისუსტებთ კითხვის ნიშანი აქ არის მის მაგრამ თუ რუსეთი დაიწყებს მძიმე შეარაღების შეყვანას აფხაზეთში ეს აღნიშნავს სერიოზულ დარღვევას ევროპაში ჩვეულებრივი შეარაღების ხელშეკრულებისა. კარგი, ვიტყვით ახლა რა მოხდა ახლა დარღვევა და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული მოლაპარაკების პროცესში რუსეთთან. იმისთვის რომ რუსეთმა მიიღოს და ან რატიფიცირება მოახდინოს ამ ჩვეულებრივი შეარაღების ხელშეკრულებისა. ანუ იქნება პოლიტიკური მოკლევადიანი შედეგები ამ თვალსაზრისით, სერიოზული შედეგები და თუ ძალებს შეიყვანს ეს იქნება არა სამშვიდობოების შეყვანა, არამედ სამხედრო ძალების შეყვანა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს გახლავს სერიოზული სარისკო და არასამართლებრივი აქცია და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი რუსი კოლეგები არ განიხილავენ ასე ტრულ და არაკანონიერ აქციას. შეიძლება რაღაც სხვა ინტერპრეტაციაც მივცეთ იმ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს გააჩნია უფრო ესე ვთქვათ, მშვიდობიანი სცენარის თვალსაზრისით, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ არ ვიცნობ სიტუაციას. ჯერ საფრთხე ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია საქართველოს პოლიციასთან მიმართებაში აფხაზეთთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს რაღაც შეზღუდული ინფორმაცია, რაღაც რომ მძიმე ტექნიკა მოძრაობს და სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილება ხდება. დღესდღეობით არ გვაქვს არავითარი ესე ვთქვათ რაღაც შეშფოთების საფუძველი და დიპლომატიურად უნდა გადავწყვეტ ეს პრობლემა. მოდით განვაგრძობთ საუბარი ისევ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო უთანხმოება, საქართველოს მეგობრები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მათ შორის თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია დიალოგი და აუცილებელია ორივე მხარე მაიღოს პასუხისმგებლობა. უკვე რამდენიმე დღეა უმრავლეს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სადაო საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებასაც აღწევენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაგვიანდა ეს დიალოგი და რამდენად თანაბრად ინაწილებს ორივე მხარე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას? თქვენ იმყოფებით რამდენიმე დღეა თბილისში და შესაძლებლობა გაქვთ ამ პროცესებს დააკვირდეთ.
Yeah, well now it's essential that this dialogue ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ზემოთაღნიშნული დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენ მივესალმებით იმ კონსტრუქციულ როლს, რომელსაც ქალბატონი თავმჯდომარე ქალბატონი ბურჯანაძე თამაშობს, ბატონი პატრიარქის როლსაც მივესალმებით. მე ჩემთვის დიდი პატივი იყო პატრიარქთან შეხვედრა გუშინ და ჩემთვის ეს სულიერად, ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახდა და ისეთი სტაბილიზება მოახდინა. პატრიარქის გამჭრიახობა, მისმა ანალიზმა პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის აფხაზეთის პრობლემისა. ამაზე ჩემზე სერიოზული სტაბილიზება მოახდინა, ესეთი სახის კონსტრუქციული დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ოპოზიციურ ლიდერებს, ვისაც გააჩნიათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული ადამიანების მიერ წარმოებდეს ორივე მხარეს. ბოიკოტი არჩევნებისა, რომელმაც ამ ჭორებმა რომელიც ამოტივტივდა, აბსოლუტურად მიუღებელია და დასაგმობია. დემოკრატია გულისხმობს პოლიტიკურ მომავალს, რომელიც განისაზღვრება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და არ ვისაუბროთ ბოიკოტზე. ბოიკოტზე საუბარი იქნება გამანადგურებელი და დამანგრეველი. მსგავსად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა უკვე ბევრი ნაბიჯი ოპოზიციის მიმართულებით, იმისთვის უპასუხოს ოპოზიციის მოთხოვნებს, ეს არის საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, საკმაოდ პოზიტიური განვითარება გახლავდა. ჩემი, ესე ვთქვათ, მოგზალებული თვალსაზრისით, მას უნდა ოპოზიციამ უპასუხოს და იმოძრაოს მთავრობის მიმართულებით და მონახოს კომპრომისი, ესკალაცია მოთხოვნებისთვის. ეს არ არის ახლა ვთქვათ, დღესაც არ უნდა იდგეს რიტორიკა, რომელიც ასევე ძაბო სიტუაციას არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ახლა ორივე მხარემ უნდა ეცადოს, რომ ის მექანიზმები დანერგონ, რამე თუ თავისუფალი, უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი იყოს ეს არჩევნები ვიდრე ყველა საქართველოს ისტორიაში. და კიდევ ერთი საკითხი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მეტნაკლებად ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიდს საერთაშორისო არენაზე. ასევე გაჩნდა კითხვები ბუქარესტში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნის გამოხმაურების შემდეგ, რომ საქართველოს შესაძლო პრობლემები შეექმნას ნატოში გაწევრიანების მორიგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული ზიანი მიედგა საქართველოს იმიჯს და რა შანსები აქვს ქვეყანას ბუქარესტის სამიტზე? Yeah, somebody who cares so much about Georgia, it's painful for me to admit that Georgia's reputation has been damaged by ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როგორც საქართველოს მეგობრისთვის იმის ხაზის გასმა, რომ საქართველოს რეპუტაციას მიადგა ლაქა, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვა, ასე ვთქვათ, მაუწყებლობის, მაგრამ ესევე ეს მოხდა ოპოზიციის არაკონსტრუქციული მდგომარეობით, ზოგჯერ ეს ხდებოდა, მაგრამ სიტუაცია უმჯობესდება, მე ამას ვზნობ, ჩემი ვიზიტის ფარგლებში და არ მინდა რაღაც უფრო ძალიან მაღალი მოლოდინი შევქმნა, რომ თქვა, რომ ყველაფერი უღრუბლოა ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს სული ერთმანეთთან დაახლოების, როგორც ბატონმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მაჩვენებელი გამოჩნდება საქართველოს პოლიტიკაში, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საარჩევნო მექანიზმები, ეს ვთქვათ, ამუშავდა, შეიცვალა კოდექსი, საარჩევნო კოდექსი და უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მე ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე ნატოში დაეთანხმება, შევხედოთ, კიდევ ერთხელ გავანალიზოთ საქართველოს გაწევრიანების გეგმა, მაპი და ჩემი ქვეყნის პოლიტიკა გახლავთ. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, როგორც საქართველოა, რომელიც ასრულებს ნატოს კრიტერიუმებს, სამხედრო თვალსაზრისით და დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით, მას უნდა მიეცეს გაწევრიანების საშუალება. სამხედრო თვალსაზრისით საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია, ესე ვთქვათ, ახორციელებს თავდაცვის რეფორმებს, ბატონი მინისტრი კეზერაშვილისა და მისი მოადგილის ბატონ ქუთელიას ხელმძღვანელობით, მუდამ ეს გუნდი, ესე ვთქვათ, ჩადის ბრიუსელში, საუბრობს ნატოსთან.
ჩვენი შტატი ნატო რომელიც ნატოში მუშაობს შტაბ-შტილება მასზე სერიოზულ შტაბ-შტილებას ახდენს ეს ვიზიტები მეორე საკითხი გახლავთ დემოკრატიული რეფორმები როგორც უკვე მოგახსენეთ დასაწყისში ძალიან ადრეული ეტაპია იმის სათქმელად რამდენად ეს მოვლენები შეასუსტებს თუ გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას თუ ჩვენ შევთანხმდებით რომ 5 იანვარს ასე ვთქვათ გამყარდება დემოკრატია ესე სამართლიანი არჩევნებით ეს მხოლოდ გაუმჯობესებს საქართველოს გაეწევრიანების შანსებს და უკანასკნელი საკითხი გახლავთ ბუქარესტი არ არის რაღაც საბოლოო ვადა ნატოს ალიანსმა შეიძლება მაპი გაწევრიანების გეგმა შესთავაზოს ნებისმიერ დროს ბრიუსელში ბუქარესტი გახლავთ სიმბოლური მოვლენა სიმბოლური ღონისძიება შეიძლება 1 5 6 თვის შემდეგ შეუძლია ნატომ შესთავაზოს წევრობის კანდიდატობის გეგმა საქართველოს და აქ არაფერი აქ არ არის ესე ვთქვათ რაღაც შეშფოთების საგანი ეს საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ნატოს ალიანსში ანუ საქართველოს უნდა განახორციელოს და გააგრძელოს რეფორმების კეთება და განხორციელება და ყველაფერი ამას მოყვება ბუნებრივად ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ვიზიტის ფარგლებში დრო გამონახეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის დიდი მადლობა ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას ამნისტია იმ მსჯავრდებულების რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს კანონიერი ქურდებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია არაძალადობრივი და გაუფრთხილებელი დანაშაულის ბრალდებით მსჯავრდებულებს კიდევ ერთი შანსი მისცეს დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმრები ნიკა გვარამია ლევან ბეჟაშვილი გუგული მაღრაძე იქნებიან პირდაპირ ეთერში ვართ პირდაპირ ჩართვა გენერალური პროკურატურიდან დღის კომენტარის შეკითხვებს უპასუხებს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია საღამომშვიდობის ბატონო ნიკა საღამომშვიდობის ბატონო ნიკა პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა თუ შეიძლება განგვიმარტოთ რას ითვალისწინებს ეს ინიციატივა და რა პროცედურები იქნება ამისთვის საჭირო პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა ითვალისწინებს მე არ ვარ ამ ინიციატივის უпростоრად მე არ შემიძლია გითხრათ ამ ინიციატივის დასრულებული სახის შესახებ, იმიტომ რომ ეს ინიციატივა ჯერჯერობით გამოთქმულია სიტყვიერად, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ორგანო როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების ჯაჭვში მუშაობს ბუნებრივია ამ ინიციატივაზე და ეს ინიციატივა ითვალისწინებს ამნისტირებას მთელი რიგი მუხლებისა ძირითადად ეს ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულებს მათ შორის არის ეკონომიკური ტიპის დანაშაულებიც სამხედრო ტიპის დანაშაულებიც რომელიც თქვათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის და სიმძიმით არ გამოირჩევა დაახლოებით 50-ზე მეტი მუხლზეა საუბარი და ამნისტია ჩვენი გაქრობით შეიძლება შეეხოს 3000-მდე ადამიანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 3000-ზე ადამიანი კონკრეტული მუხლები არის ეს და რა სახის დანაშაულების. მე ჯერჯერობით ამას ვერ დაგიზუსტებ, მე გითხარით გვარეობითი ნიშანი უკვე ძირითადი აქცენტი იქნება გაუფრთხილებელ დანაშაულებზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, აქ იქნება როგორც უკვე გითხარით ეკონომიკური დანაშაულები, შესაძლებელია სამხედრო დანაშაულებიც. და საუბარი არის იმაზე, რომ ეს ამნისტია შეეხოს 3000 ადამიანს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 3000-ვე ადამიანი იმ დღესვე გამოვა გარეთ. ძირითადად, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული იქნება სრული ამნისტირება კონკრეტული პირებისა, მაგრამ იქნება ასევე გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ცალკეული პირებისთვის. თუმცა მე აქვე გეტყვით, რომ სრული ამნისტირების პირობებში შეიძლება ადამიანი გარეთ ვერ გამოვიდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მას შეიძლება სხვა დანაშაულებისთვისაც ედებოდეს იმავდროულად ბრალი, თუმცა მოაკლდება ის ოდენობა წლებისა, რომელიც იმ მუხლისთვის აქვს შეფარდებული, რომლის ამნისტირებაც მოხდა. მაგრამ პირველადი მონაცემებით, როგორც ახლა ჩვენ, ასე ვთქვათ, პირველადი ანალიზი ჩავატარეთ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ხანგრძლივი, დაახლოებით 1000 ადამიანი გამოვა გარეთ. ამას აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, სოციალური და პოლიტიკური წანამძღვრები, როგორც უკვე მოისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლაში და ბუნებრივია ამის უფლება პოლიტიკური ხელისუფლების შტოებს, ორივე შტოს აქვს. პრეზიდენტი ამას ახორციელებს როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი სუბიექტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თავისთავად ცხადია იღებს საქართველოს პარლამენტი. ჩვენ უბრალოდ ამ პროცესში ჩართულები ვართ, როგორც
საკონსულტაციო, ასე ვთქვათ, უწყება, რომელსაც გარკვეული შეხება გააჩნია აღნიშნულ სფეროსთან, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი და მჭიდრო შეხება გააჩნია ამ სფეროსთან და ბუნებრივია ჩვენი აზრი, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთვის საინტერესო იქნება და ალბათ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელიც. ბატონ ნიკა, ხომ არა გაქვთ თქვენ ამ ეტაპზე ინფორმაცია, იქნება თუ არა დაუშვათ განსაკუთრებული მდგომარეობა, მაგალითად არასრულწლოვანების ან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელი მსჯავრდებულების მიმართ დღეს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მაგალითად არიან ისეთები, ვისაც ნორმალური ადვოკატი ოჯახმა ვერ აუყვანა. სოციალურად დაუცველი ფენა, როგორც გვარეობითი ნიშანი, ხა ამნისტიაში მე რთულად წარმოვიდგენია სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც ესე იყოს განსაზღვრული გვარეობითი ნიშანი შესაძლებელია უკავშირდებოდეს პირის ასაკს, მაგალითად მის არასრულწლოვანებას, თუმცა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჯერჯერობით გვარეობითი ნიშანი, რომლის საფუძველზეც იქნება მიღებული ამნისტია, უფრო მეტად უკავშირდება კონკრეტულ მუხლებს. და სხვა გვარეობით ნიშანზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ, სოციალურად შეჭირებული ფენისადმი კუთვნილება, როგორც გვარეობითი ნიშანი, პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის ამის დადგენა სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. არ ვიცი ხა პარლამენტი ამას როგორ გადაწყვეტს და როგორი ტიპის ინიციატივა იქნება, თუმცა ჩვენ შეიძლება აქცენტი გავაკეთოთ იმ დანაშაულებზე, სადაც მაღალი ალბათობა, რომ მათი გამომწვევი მიზეზი არის სოციალური შეჭირება. აი ამ ფორმით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ის პრობლემა, რომელზეც საუბრობ პრეზიდენტი და რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ არა იმ ფორმით, რომ იქ ჩავწეროთ პირდაპირ, ვისაც სოციალური შეჭირვების გამო აქვს ჩადენილი დანაშაული, ის იქნეს ამნისტირებული. ეს წარმოუდგენელია სამართლებრივად. ბატონ ნიკა, თქვენ აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეიძლება გამოვიდეს გარეთ. დღეს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ძალადობრივი დანაშაულის კლება შეინიშნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმდინარეობის შედეგად. რა მონაცემებია ამ არაძალადობრივ დანაშაულზე კლება, მატება, თქვენ თუ გაქვთ ამ ძალიან სერიოზული კლებაა ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით და პრაქტიკულად დანაშაულის დინამიკა შესამჩნევად იკლებს ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ზუსტი და ადეკვატურია სტატისტიკა განსხვავებით წინა წლებისგან. რატო ამბობ ამას? აბსოლუტურად ზუსტი და ადეკვატური სტატისტიკის პირობებში ბუნებრივია პირველ წლებში მოხდა ძალიან სერიოზული ზრდა დანაშაულებრივებისა და ეს განპირობებული იყო არა იმით, რომ დამნაშავეობის ფონი გამწვავდა, არამედ იმით, რომ ყველა ფაქტის ასახვა ხდებოდა და კანონიერი და სამართლებრივი რეგულირება ამ ფაქტებზე. ეს ასე ვთქვათ ტენდენცია შენარჩუნებულია და ამ ტენდენციის პირობებში წლევანდელი წელი ნამდვილად არის გამორჩეული ორგანიზებული დანაშაული. არის ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, შევიწროებული და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნაბიჯები მისი საბოლოო დამარცხებისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გადადგმულია ძალადობრივი დანაშაულები, რომელთა ასე ვთქვათ გამოძიების ტექნიკა, ოპერატიული ტექნიკა საკმაოდ რთულია, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ძალიან სერიოზულად იკლებს. ეს უნდა მივაწეროთ იმას, რომ ძალიან გაიზარდა მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება სუბიექტური ვარ, როცა ამას ვაცხადებ, მაგრამ ვაცხადებ აბსოლუტურად გულწრფელად და დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან გაიზარდა შესაბამისი ოპერატიული თანამშრომლების და პროკურორების კვალიფიკაცია ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნიკა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის კომენტარი შეკითხოს პირდაპირ ეთერში გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია პასუხობდა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე, საღამოშვიდობის ქალბატონო გუგული, ბატონო ლევან. პრეზიდენტის ინიციატივა, რაზეც საუბრობდით ბატონ ნიკასთან, მოდით დავიწყოთ შეფასებით, თქვენ როგორ შეფასებდით ბატონ ლევან და რატომ დადგა ამ ეტაპზე საჭირო ასეთი ინიციატივით გამოსვლა? საჭიროება აუცილებლობასთან დაკავშირებით ბატონმა ნიკამაც ისაუბრა. მეც ორი უდესტუდით აღვნიშნავ, ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ატარებდა საკმაოდ კაცისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და ამ კაცისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ქონდა თავისი სოციალური დასაბუთება აუცილებლობა. ჩვენ თუ გავიხსენებთ 3 წლის წინანდელ პერიოდს, რა მდგომარეობა იყო კრიმინალური თვალსაზრისით, საზოგადოებრივი დაკვეთა ხელისუფლებისადმი, ეს იყო კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის ამოქმედება. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორ ძინვარებდა ქვეყანაში ქურდული სამყარო, ორგანიზებული დანაშაული, ყველა ეს პრობლემა უცილობელ გადაჭრას
მოითხოვდა სახელმწიფოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა მთელი რიგი კანონებისა, რომელთაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, რეგეტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საკმაოდ აქტიური ბრძოლას. უახლახანს ჩვენ მივიღეთ ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ კანონი, რომელმაც პრაქტიკულად უნდა უზრუნველყოს ამ სფეროში მეტნაკლებად წესრიგის დამკვიდრება, ვინაიდან ნარკოტიკული დანაშაული ქვეყნის სენად გადაიქცა. მაგრამ იმავდროულად ასეთი მკაცრი სიხისამართლებრივი პოლიტიკისა არის ცალკეული დანაშაულობები, რომლებიც არ გამოირჩევა ნაკლებად საზოგადოებრივი საშიშრობის მაღალი ხარისხით და ბუნებრივია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება და ნებაც, ეხლა უკვე პოლიტიკური ნება, რომ აი ეს ვთქვათ, შედარებით ნაკლებად ძიმე დანაშაულებებისათვის გაატაროს შედარებით შერბილებული სიხისამართლებრივი პოლიტიკა და სწორედ ამნისტიაც იგრძნობა ასეთი პოლიტიკის გატარების საშუალებას. კაპიტან გუგული, თქვენ შეფასება ამ ინიციატივის და დღეს რატომ გახდა საჭირო ამასშტაბის ამნისტია, ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანია თქვენ შეფასებით? მადლობთ უპირველესად ყოვლისა, მინდა აღნიშნო, რომ მე დღეს ჩამოვედი თბილისში და ბევრი ის უსიამოვნო მოვლენების ფონზე, რაც საქართველოში ხდებოდა, ჩვენთვის ეს საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ ესეთი ინიციატივა და ესე იგი ის ადამიანები, რომლებიც შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, შესაძლებლობა ექნება დაუბრუნდეთ მათ ოჯახს და ეს არის ძალიან დიდი რამ ადამიანებისთვის ყოველი დღე გატარებული მოგეხსენებათ. ძალიან რთულია ყველანაირად ფსიქოლოგიურადაც ოჯახისთვის და ასე რომ ისასალმებელია და ძალიან კარგია რომ ეხლა დეკრიმინალიზაცია თუ თანდათანობით მოხდება ჩვენ კანონმდებლობაში მე ამას ყოველთვის დამერწმუნება ბატონი ლევანი ყოველთვის მივესალმებოდი ამ ღონისძიებას იმიტომ რომ მაინც მიმაჩნია რომ არსებობს ცხადია დამნაშავე უნდა დაესაჯოს მაგრამ ძალიან მკაცრი კანონები უკვე ადამიანები ვეღარ ასრულებენ ხშირად იმდენად მკაცრია ეს კანონი და ძალიან მკაცრი კანონი ხშირად იწვევს იმას რომ ყველა ადამიანი შეიძლება ასე თუ ისე რაღაც დამნაშავე იყოს და ამიტომ ადამიანს აქვს უკვე კანონის დარღვევის მიმართ შეგუებითი დამოკიდებულება. ამიტომ ძალიან მკაცრად უნდა გამოვყოთ რა არის ის ძალიან აუცილებელი როდესაც ადამიანი დაისაჯოს უფრო მკაცრად და შედარებით ესე იგი და გარდა ამისა ჩვენ ხშირად შეუსაბამობებიც გქონდა ხოლმე ახლა ამას მოგეხსენებათ ზოგჯერ უფრო მძიმე დანაშაულისთვის უფრო მცირე იყო ხოლმე სასჯელი სამწუხაროდ და ძალიან ადამიანები იყვნენ სხვადასხვა არავინ არ არის გასასამართლებელი დანაშაულის ჩადენისთვის მაგრამ მაინც აი შესაბამისობა რომ მცირე და მსუბუქი დანაშაულისთვის უფრო ამიტომ ეს არის ამნისტიის ინიციატივა რამდენადაც ამნისტია იცით რა ახლა ყველა იცით რა შეხა კანონში სხვათა შორის მე რამდენადაც ვიცი დამეთანხმება ჩვენ გვაქვს კანონი იმის შესახებ რომ როდესაც დანაშაული არის ძალიან მსუბუქი თუ კი მსჯავრდებული კარგად იქცევა ნახევარს ასე ვთქვათ პირობითად ადრე შეიძლება გამოვიდეს. რომ ესე იგი უფრო შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 1/3 აუცილებელი და მძიმე დანაშაულისთვის 3/4, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ეს ნორმა თითქმის არ მუშაობდა ძალიან იშვიათად და ამიტომ ახლა ამ ნორმას რო ემუშავა, მაშინ ამნისტია ალბათ უფრო ბევრ ხალხს შეხვდებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი და ძალიან მისასალმებელი. ხა ცხადია, ყველა დიდ ქვეყანაში ხდება ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ამას აქვს თავისი გამართლებაც და ეს ხა ჩვენთან მცირე პატარა ქვეყანაში უფრო შეიძლება დაუკავშირო არჩევნებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაც კარგი გაკეთდება, ყოველთვის ძალიან მისასალმებელია. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს მე ჩემი გამოცდილებიდან მახსოვს 80-იან წლებში ჩვენ გადაცემა მიგვყავდა ტელევიზიაში და პირველად გავაკეთეთ ავჭალის კანონიდან 25 არასრულწლოვანი გამოუშვით და ძალიან ესეთ საზეიმოდ გადავეცით იმ ორგანიზაციებს და სხვა და ეს ადამიანები მთელი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ რამდენად კარგად აეწყო მათი ცხოვრება, ცოლიშვილი და სხვა ეს იყო ბედნიერება ამ ადამიანებისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის და ამიტომ მიმაჩნია რომ ასეთი ტიპის ამინისტიები ეს არ უნდა ესე ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ესე იგი ეს უნდა იყოს ხოლმე, უნდა გადახედოს სახელმწიფომ ყოველთვის აი ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ციხეში არიან და თუ შესაძლებლობა ეს იცით რაშია ეს არავინ
არავინაირად შემთხვევაში არ დაამძიმებს სიტუაციას. პირიქით ეს იქნება სამართლიანობის განცდა, რომ ის ვინც მძიმე დანაშაულის არის, ის მართლა უნდა იხდიდეს, როგორც საჭირო სასჯელს, მაგრამ ადამიანები ვართ და არსებობს გაუფრთხილებლობითი დანაშაული, არსებობს შედარებით სუბუგი დანაშაული და ამ ადამიანებს უნდა ქონდეს საშუალება და პერსპექტივა იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ თუ კარგად იქცევიან, ესე იგი სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რაც შეიძლება დიდხანს იჯდეს ეს ადამიანი. მაგრამ ეს ამ ადამიანებს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაუფრთხილებლობით ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, ზოგიერთს აქვს მისული საკმაოდ დიდი სასჯელი. როგორ ფიქრობთ, მათი გამოშვების შემთხვევაში უფრო ხომ არ იქნება საფრთხეს, ხომ უფრო არ გამოიწვევს დაუშვათ საზოგადოებაში დანაშაულებრივი ფონის ზრდას, ბატონო ლევან? ჯერ თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტო ამნისტიის აქტით ბუნებრივი არ შემოვიფარგლებით პრეზიდენტმა აღნიშნა და ჩვენც ვფიქრობთ, რომ მარტო ამნისტია ამ შემთხვევაში არ იქნება გამოსავალი, აქ მთელი კომპლექსური ღონისძიებები უნდა გადადეს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შეწყალების ინსტიტუტი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლია შეწყალების განხორციელება, აქედან გამომდინარე შეწყალების კომისიაც უფრო ქმედითად ამოქმედება და ამ პროცესში ჩაერთვება და ნაწილი მსჯავრდებულების განთავისუფლება მოხდება ამნისტიის შესახებ კანონით, ნაწილის პირადად თითოეული კონკრეტული საქმე იქნება შესწავლილი, თითოეული კონკრეტული მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი იქნება შესწავლილი და აქედან გამომდინარე შეწყალების გაწოლებაც იქნება მიღებული. გარდა ამისა, ჩვენი კანონმდებლობა იცნობს პირობით თუ ადამიანთა განთავისუფლების ინსტიტუტსაც და აქედან გამომდინარე ეს ინსტიტუტებიც ამოქმედება. გარდა ამისა, ერთი მინდა დავუძინო ქალბატონ გუგულიმ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებს ხოლმე ეს. მე ნამდვილად კი საფრანგეთშიც ყოველი პრეზიდენტი არჩევის შემდეგ გაცხადებს ხოლმე ამნისტიას და ამ შემდეგ, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად ეს გადაწყვეტილება, ეს აქტი არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას, იმდენად რამდენადაც ამის თაობაზე მსჯელობა უკვე კარგი ხანია მიმდინარეობს. თუნდაც ავიღოთ 2004 წლის განმავლობაში ჩვენი პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ამნისტიის შესახებ კანონი, რომლისთან ახლადაც სამეწარმეო და ეკონომიკურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მიმართ გამოცხადა ეს ამნისტია და ანუ ეს ახალი არ არის. გარდა ამისა, ზოგადად ჩვენი პარლამენტის დაკვეთაც იყო, რომ სამართლებრივი ორგანოების მიმართ, რომ ამოქმედებული იყოს სხვა ალტერნატიული ღონისძიებები სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ისეთი როგორც ამაგალად გირაო წინასწარი პატიმრობისას, ისეთი როგორც აპირობითი მსჯავრი და ჩვენ თუ ბოლო სტატისტიკას გადავხედავთ 2007 წლის განმავლობაში პირობითი მსჯავრის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით გაიზარდა, უკვე 38%-ს მიაღწია 3005 თვის მონაცემების მიხედვით 7000 მსჯავრდებულიდან 3400 სწორედ პირობითი მსჯავრის საფუძველზე განთავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებებით. ასევე ამოქმედება ჯარიმების ინსტიტუტი და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ კურსი კაცისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მძიმე დანაშაულებებთან დაკავშირებით, ისეთი როგორც არის კორუფცია, საჯარო სამსახური, ისეთი როგორც არის ორგანიზებული დანაშაული, ქურდული სამყარო, ნარკოტიკული დანაშაული გაგრძელდება, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფო გამოიყენებს სხვა ალტერნატიულ ღონისძიებებს უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში. როგორც არის ამნისტია, შეწყალება, პირობით ადამიანთა განთავისუფლება და ასე შემდეგ. ანუ ნულოვანი ტოლერანტობა, რომელიც პრეზიდენტმა გამოუცხადა დამნაშავედ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებისთვის კვლავ-ძალაში რჩება. ბატონო ლევან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ საქმეები უნდა შეესწავლონ, ზოგი გათავისუფლდება პირობითი მსჯავრით, როგორც ბატონმა ნიკამ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ 1000-მდე ადამიანი დატოვებს საპროფილეს. თქვენ რა მონაცემები გაქვთ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, თითოეული საქმის შესწავლა ალბათ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი იქნება. მოდით თავიდან აღვნიშნოთ, რომ შეწყალების კომისია აქამდეც მუშაობდა და საკმაოდ ბევრი საქმე აქვს შესწავლილი და აქედან გამომდინარე ეს საკმაოდ დიდ დროს არ წაიღებს ამ საქმეების კიდევ ხელახალი გადახვევა და გამოხშირვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ დაახლოებით ალბათ კანონის მიღებას დაჭირდება საპარლამენტო პროცედურების გათვალისწინებით სამკვირიანი ერთვიანი პერიოდი და უკვე ჩვენ ასე ვთქვათ დეკემბრისთვის შეგვეძლება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ ცალკეულ პირებთან მიმართებაში. ქალბატონო გუგული, და რაც შეეხება იმ შეკითხვას, რასაც ბატონ ლევანს ვკითხე, ამ ადამიანების გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის ფონი რამდენად შეიძლება შეიცვალოს? მე არ მგონია, რომ დანაშაულის ფონი ასწიოს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თვლის, რომ ის თლად სამართლიანად არ არის დასჯილი, მაშინ ის გაცილებით უფრო გაბოროტებულია სახელმწიფოს მიმართ, თქვათ, იმათ მიმართ, ვინც მიუსაჯეს, იმიტომ რომ ხედავს, რომ აი გვერდზე თქვათ ვიღაცამ დაჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული, მე ჩემი დანაშაული, იცით, მარტო იცით ხანდახან არის, ჩვენ ხო კანონს და სამართალს ვანსხვავებთ ხოლმე, არა? შეიძლება იყოს კანონში რაღაც, მაგრამ კონდეს იმის განცდა, რომ ეს არ არის სამართლიანი. ამიტომ თუ ასეთ ადამიანების მიმართ სახელმწიფო, ასე ვთქვათ,
ვთქვათ, თავის ასე ვთქვათ, გადამეტებას თუ აი რაღაცნაირად უფრო ადრე გამოუშვებს. ასეთ შემთხვევაში პირიქით ადამიანებს უფრო დადებითი დამოკიდებულება ექნება და მე საერთოდ იცით, აი ესეთი ფსიქოლოგიაში არის ესეთი რამე, რომ აი ხშირად არის ეგეთი, რაც უფრო მძიმე და დიდია დანაშაული, მით უფრო თითქოს ხელს უწყობს გამოსწორებას. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ცოტა ხნით არის ციხეში, მაშინ მას არ ეკარგება კავშირი გარესამყაროსთან. ის ისევე გარესამყაროს ნორმებით ცხოვრობს. და ამიტომ ეს ადამიანი გამოსული უფრო ადვილად ეგუება ამ გარესამყაროს და აი როდესაც ადამიანს დიდხანს უწევს ყოფნა, მაშინ ის იძულებულია ფსიქოლოგიურად დაივიწყოს, რომ არსებობს გარესამყარო, რომ სადღაც სხვა სამყარო არსებობს და თლიანად იმ ნორმებით ცხოვრობს, რაც ციხეშია. აი გაგახსენებთ თუ გახსოვთ, ინდოჩინეთი ძალიან საინტერესო ფილმია და აი გახსოვთ ის ქალი, რომელიც ის ამბობს, რომ მე რომ მეფიქრა იმაზე, რომ მე გარეთ მყავს შვილი და სხვა, მე იქ ვერ გავძლებდი. ესე იგი მე უკვე იმ ცხოვრებით ცხოვრობ და აღარ უბრუნდება მე ამ ოჯახს. ამიტომ ამას აქვს ესე იგი თავისი მნიშვნელობა. აი რამდენი ხანი რაღაცა ფსიქოლოგიური ზღვარი არსებობს, რომლის შემდეგ უკვე ის სამყარო ხდება მისთვის მისი სამყარო და აი ამიტომ არასრულყოფანთან მიმართებაში მე მაგალითად ძალიან წინააღმდეგი ვარ მაღალი სასჯელებისა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ეკარგება საზოგადოებას. ეხლა არსებობს ისეთი კრიმინალები, რომელიც მართლა არაფერი აზრი არ აქვს, იქ არის თუ გარეთ არის უკვე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ის ცხოვრობდეს. აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ხშირად ნახულობენ თავისიანებს. სწორედ ეს არის ის ასე ვთქვათ, აღვზდელობით იმ გაგებით, რომ გამოსწორების გზაზე უფრო დგას ადამიანი, როდესაც ხშირი კონტაქტი აქვს თავისიანებთან და სხვა. პრეზიდენტმაც აღნიშნა დღეს, რომ ამ ადამიანებისადმი მიდგომა უნდა იყოს სოციალურად მოქნილი. ანუ ეს ამნისტია იქნება თუ არა ერთგვარი სოციალური რეაბილიტაცია ამ ადამიანების? ხადია, იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი მართლა არც თulis შინაგანად ისეთ დამნაშავე თავს, რომ ამდენი ხანი იქ იყოს და ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაც აღიარა ეს და საშუალება მისცა, რომ ამ ადამიანისგან უკვე ნორმალური საზოგადოებრივი პიროვნება დადგეს. თორე მე აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით, დიდხანს ადამიანი იქ უკვე უფრო კრიმინალური სამყაროს კრიმინალური ახლა წევრი ხდება, ვიდრე ნორმალური საზოგადოების. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად სხვანაირად შეგუება გაუჭირდება იმ სიტუაციას. ერთად აღნიშნა, რომ ბუნებრივი ამნისტიის აქტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება თვითონ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შედეგად რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს თუ კერძო ინტერესს და ბუნებრივია ესეც. კიდევ ერთი ჩაგირთვებით, რა იქნება გათვალისწინებული ერთგვარ შემამსუბუქებელ გარემოებად ამნისტიის პროცესში? არა, ამნისტიის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინება საქმეებს გულისხმობ. როცა შეწყალების კანონმდებლობით დადგენილი არის ის კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შეწყალებას დაქვემდებარებული პირი. აქ ბუნებრივია სოციალური პირობების გათვალისწინება ხდება, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინება ხდება, სხვა დამსახურებები ქვეყნის თუ საზოგადოების წინაშე და ასე შემდეგ. და ასაკის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბუნებრივია ეს კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება ხოლმე შეწყალების დროს შესაბამის გააცოლებების მიღება და კანონმდებლობა ამას ლეგიტიმურად უშვებს. და კიდევ ერთი საქართველოს პრეზიდენტმა ამ ინიციატივის გაჟღერებისას ერთგვარად სქემა დაასახელა პრეზიდენტმა, ალბათ გახსოვთ თქვენც, რომ იყო ასე სქემა კანონიერი ქურდები, ორგანიზებული ქსელი, ქუჩის დანაშაული და როგორც პრეზიდენტმა თქვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ამ ეგრეთ წოდებულ ქვედა დანაშაულთან და მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წარმატებიდან გამომდინარე თქვენ როგორ აფასებთ, აღარ ახსებობს ანუ საფრთხე, რომ კვლავ გაიზარდოს ეს ეგრეთ წოდებული ქვედა დონის დანაშაული? ახლა ორგანიზებული დანაშაული ეს მართლა იმდენად მიდის ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არის მართლა ძალიან სპეციფიკური სახე. ის ასე უცებ არ ხდება, რომ თქვათ ვიღაცას უცებ დანაშაული და ესე იგი ის რაღაცა მზადდება ის დანაშაული სხვა, ამიტომ როდესაც სათანადო ორგანოები მუშაობენ, ორგანიზებული დანაშაულის მომზადება და განხორციელება ესეთი ადვილი არ არის. აქ უფრო საქმე არის იმაზე, როდესაც ერთი ადამიანი ორი ადამიანი რაღაცას ისეთია და აი გაუფრთხილებით და ნუ შემთხვევითი თქვათ იქ რაღაც მოიპარა რამე ესეთი ტიპის დანაშაულზეა მაინც ლაპარაკი და ამიტომ ახლა ეს ამათი გამოშვება ვთქვათ და მე მგონი არ არის ასე უშუალო დამოკიდებულებაში ნამდვილად ორგანიზებული დანაშაული, რომ იმას მაინც სხვა мотиваცია აქვს და სხვა ტიპის დანაშაულია ის და უფრო სხვა
გინებავთ აი ესე ბჭყალებში პროფესიონალობასაც მოითხოვს, ვიდრე იმ ტიპის დანაშაული, რომელზეაც ამჟამად პრეზიდენტის ინიციატივა ვრცელდება. ანუ არ არის კავშირი ამის შორის ბატონო. კავშირი არ არის იმდენად რამდენადაც ახლა ეს ქუჩის დანაშაული ცოტა სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ძირითადად ძალადობრივ დანაშაულებს უკავშირდება, ეს არის ხულიგნობა, სხეულის განსახორციელება, დაზიანება და ასე შემდეგ და რეკეტული საქმიანობა და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არაძალადობრივ დანაშაულებებს შეეხება ეს ამნისტიის აქტი, თუმცა რეალურად ახლა ამ ეტაპზე სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად არის დაკლებული იგივე ქუჩის დანაშაულთა რიცხოვნობა, ძალადობრივი დანაშაულების რიცხოვნობა, თუმცა რეალურად ყოველთვის შეიძლება ამან გარკვეულ დროს იფეთქოს და თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს ამნისტიის აქტი არანაირად არ შეუწყობს საზოგადოების კრიმინალის დონის გაზრდას, იმდენად რამდენადაც საკმაოდ მიზანმიმართულად მოხდება ამ ამნისტიის აქტის შემუშავება, იგივე შეწყალებების განხორციელება, აუცილებელი კრიტერიუმი იქნება თითოეული პიროვნების საზოგადოებრივი საიშროების ხარისხის შესწავლა და გარდა ამისა, ჩვენ დღეს ჩვენი პროკურატურის, ჩვენი პოლიციის ორგანოები საკმაოდ ისეთ ძლიერები არიან, რომ ნებისმიერ ესეთ გამოვლენებას ალკოჰოლის დანაშაულების გაზრდასთან დაკავშირებით წარმატებით გავამკლავდნენ. სულ ერთი მაგალითი, ჩვენ პრაქტიკულად დღეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წყალობით ქალაქში ავტომანქანების გატაცების ფაქტი მინიმუმამდე არის დაყვანილი, პრაქტიკულად 2 თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში შეიძლება ერთი ფაქტი მოხდეს. ესეც სწორედ აი მიზანმიმართული მუშაობის შედეგი არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მათ სასახელოდ უნდა ითქვას. ბატონ ლევან, კიდევ ერთი პატარა შეკითხვა, პროცედურებზე ვსაუბრობდით, თქვენ დეკემბრის შუა რიცხვებით ახსენეთ. სავარაუდოდ როდის ვარაუდობთ, თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, თუნდაც ამ მსჯავრდებულების პირველი ნაკადის გათავისუფლებას? ნუ ხა კონკრეტულად თარიღების დასახელება ალბათ გამიჭირდება, მაგრამ ის რომ უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივა წარდგება პარლამენტში განსახილველად, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ, იმიტომ რომ საპარლამენტო სტრუქტურები, საქართველოს გენერალური პროკურატურა საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართებით, უკვე გავლილი რაღაც ეტაპები გავლილი არის. აქამდეც იყო გარკვეული ნორმები შემუშავებული და მოხდება მათი საბოლოო სრულყოფა და პარლამენტში წარდგენა. ბატონ გუგული, თქვენ როგორ ჩანს, მაინც არჩევნებს უკავშირებთ? ნუ ალბათ ესეც ახლა ეს პრაქტიკაა და ამას ესე იგი ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მე მინდა ერთ რამეზე კიდევ, აი მე მინდა გავამახვილო კიდევ პირობით სასჯელზე. პირობითი სასჯელი სხვათა შორის არის ადამიანის ქცევის, კონტროლის და გამოსწორების ერთ-ერთი კარგი საშუალება, იმიტომ რომ პირობითი სასჯელის დროს ადამიანი აკონტროლებს თავის ქცევას, იმიტომ რომ იცის რომ ამას მოყვება სათანადო შედეგი და ამის გამო გაცილებით უფრო უკეთესი შეიძლება გახდეს მისი ქცევა და მისი мотиваცია, ვიდრე ის იქნებოდა მაშინ თუ მას უკვე თქვა დააშავა, დავსაჯეთ, იმიტომ რომ მას ასეთ შემთხვევაში მოხსნილი აქვს თითქოს შინაგანი პასუხისმგებლობა, აი დავაშავე, დამსაჯეთ, მაგრამ პირობითი სასჯელი მას უფრო მეტად უბიძგებს გამოსწორებისკენ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პირობითი სასჯელი უფრო ფართოდ თუ იქნება გამოყენებული, ამით ციხეშიაც უფრო მეტი ადგილი არ დაგჭირდება იმდენი ადგილი, ეხლა რომ ვამბობ, რომ იქ ძალიან რთული სიტუაცია მოგეხსენებათ ადგილი არ ყოფნით და გარდა ამისა პიროვნებისთვისაც ეს გაცილებით უფრო უკეთესია, ოჯახთან კონტაქტსაც ინარჩუნებს და გამოსწორების გზაზეც უფრო ადვილად დგას. ბატონ ლევან, ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი, თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობა? ბუნებრივია ციხეებში არსებული მდგომარეობა ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს კაცის სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების შედეგად საკმაოდ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფო თუ გადავხედოთ ბოლო 3 წლის ასე ვთქვათ დინამიკას, საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს დებს იმაში, რომ მოხდეს პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება. რამოდენიმე პენიტენციარულ დაწესებულება აშენდა, რამოდენიმე წყობაში უკვე შევა და მოხდება პატიმრების გადანაწილება და თვითონ პატიმართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდება ამ თვალსაზრისით. ერთგვარი განმუხტვის საშუალებაც ბუნებრივია ეს იქნება და მე მგონი წაადგება ჩვენს პენიტენციარულ სისტემას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ პარლამენტის წევრი გუგური მაღრაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ხვალ 22